ჩემს პროფესიაში მომწონს ის, რომ შემიძლია მქონდეს მოქნილი გრაფიკი და შესაძლებლობა ვიმუშაო ნებისმიერ ადგილზე. მე ვარ ლაშა ერგეშიძე, junior front-end developer. ციფრული სამყარო მაინტერესებს ბავშვობიდან, მქონდა შეხება კომპიუტერებთან, კონკრეტულად პროგრამირებით დავინტერესდი, მას შემდეგ რაც გავიგე იმის შესახებ, რომ კომპიუტერი მარტო არ არის თამაშები და ვებსაიტები, გამაინტერესა თავიდან კიბერუსაფრთხოება, შემდეგ ეტაპობრივად მივყევი კიბერუსაფრთხოებასაც, მიმოვიხილე კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა საკითხები და ბოლოს შევჯერდი front-end development-ზე. ნახე, რომ იგი ყველაზე დასაქმებადი და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, Kickstarter-ია Tech ბაზარზე junior developer-ისთვის. სწავლა დავიწყე თავიდან ჩემით, ვკითხულობდი ინგლისურად დოკუმენტაციებს, ვუყურებდი ვიდეოებს, ვაკეთებდი ჩემთვის პრაქტიკულ დავალებებს, მუშაობდი სხვადასხვა პატარ პროექტებზე. ჩავთვალე, რომ ეს არ იყო საკმარისი და გადავწყვიტე მივსულიყავი სასწავლებელში. სწორედ ამ სასწავლებლის ძებნის პერიოდში აღმოაჩინე, რომ ყვარლის რაიონს ჰქონდა განუცხადებული დაფინანსება სკილვილის React-ის კურსზე, გავიარე გასაუბრება და მოხვდი სკილვილში. Tech ინდუსტრია იძლევა იმის საშუალებას, რომ 4 წელი უნივერსიტეტში სწავლის მაგივრად, ისწავლო კონკრეტული ვიწრო მიმართულება, როგორც არის front-end-ი და ამ 4 წლის განმავლობაში დააგრო ის გამოცდილება და პრაქტიკა, რასაც იმ 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ვერ დააგროვებდი. შესაბამისად, მე ავირჩიე ეს გზა და სწორედ ამ გზით ვითარდები ახლა. მიუხედავად დაგროვებული ცოდნისა, სკილვილის კურსი დამეხმარება იმაში, რომ განვავითარო უკვე არსებული უნარები, სწავლის პროცესში ყველაზე მეტად მომწონს სწავლის გრაფიკის მოქნილობა და შესაძლებლობა, რომ ონლაინ დავესწრო ნებისმიერ ლექციას. React-ის კურსის განმავლობაში ყველაზე მეტად მომეწონა კვიზების ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველი ლექციის შემდეგ. კვიზები კი საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი თავი შევაფასო, აღმოფხვრა ის პრობლემები, რაც უშუალოდ კვიზების დროს მექნება და ვიმუშაო ამ პრობლემებზე. შეხება მაქვს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილზე. თეორიულ ნაწილში ვსწავლობ და შეხება მაქვს დიდ ინფორმაციასთან, რომელიც შეეხება თუნდაც React-ის ბიბლიოთეკებს, JavaScript-ის პროგრამირების ენას. ამ თეორიული ცოდნის შემდეგ ასევე შესაძლებლობა მაქვს, რომ პრაქტიკული დავალებებზე ვიმუშაო. პრაქტიკული ნაწილი გვეხმარება იმაში, რომ დაგროვილი თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ რეალურ სამყაროში და ვიმუშაოთ რეალურ პროექტებზე. იმ შემთხვევაში, თუ მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული საკითხი, შემიძლია ნებისმიერ დროს ჩავნიშნო ლექტორთან შეხვედრა და გავიაროთ დეტალები ბოლომდე. გვაქვს ვორქშოპები, რომელიც მე ყველაზე ძალიან მომწონს. და უშუალოდ ვორქშოპი მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავცვალო გამოცდილებები სხვა სტუდენტებთან და ასევე ლექტორებთან. რაც კარგია იმისთვის, რომ გავიზარდოთ როგორც დეველოპერი და შევიძინოთ მეტი ცოდნა. ვფიქრობ, რომ კურსის განმავლობაში განმევითარდა პრობლემების გადაჭრის უნარი, განვითარდი პროფესიულად და გადავედი ახალ საფეხურზე. კურსის ნახევარი უკვე გავიარე, დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კი მე ველი, რომ ვისწავლო React-ი და React Native ბოლომდე და შექმნა სრულყოფილი მობილური და ვებ აპლიკაციები. ამ ყველაფრის შემდეგ კი პროფესიონალურ დონეზე დავსაქმდე როგორც junior front-end developer. საომავლოდ ჩემ თავს ხედავ full stack developer-ად, რომელსაც შეუძლია ნულიდან კომპლექსურ ვებ აპლიკაციებზე მუშაობა და ასევე მინდა დავსაქმდე გლობალურ ბაზარზე და განვითარდე ამ მიმართულებით.